მოგესალმებით საყვარელო მაყურებლებო. დღეს გვექნება გაშლა ჭორობენ თუ არა თქვენზე. გავაკეთოთ თქვენი დახასიათება, თუ დაემთხვა გააგრძელეთ ყურება. ვინ ხართ თქვენ, რა ენერგიებში ხართ თქვენ, ოჯახში ხართ, შესაძლოა ყავთ ბავშვები, შესაძლოა იყოთ წყვილში. ძალიან ლამაზი ხართ, ბევრის თვალში ხართ ვარსკვლავი, მიუწვდომელი გული გაქვთ გატეხილი სინამდვილეში. ცნობიარე სფერო აქვს. გულის ჩაკრა გაქვთ ნატკენი. იმედები გაქვთ გაცრუებული. კონფლიქტებში ხართ, რაღაც კონფლიქტები ვისთან? ხუილის გამო ვისთან? ვისთან არ გვიჩვენებენ კონკრეტულად, ყველასთან სხვადასხვა იქნება, ვიღაცასთან პირადი, ვიღაცასთან სამსახური, ვიღაცასთან მეგობრები, ვიღაცასთან ოჯახი. თქვენ ძალიან ძლიერი ხართ, მაგრამ ხართ ახლა შეზღუდვებში. რატო? იმიტომ რომ ხართ დაჭრილი გედივით. კიდევ ვინ ხართ? შესაძლოა იყოთ ახლა შორს სახლიდან, ან გეგმავდეთ რამე გზას, ვიღაცასთან გათამაშდება რომ გრძელ გზას გეგმავთ, ვიღაცასთან იქნება მოკლე გზა. ან შესაძლოა თქვენ ვიღაც მამაკაცი ახლა თქვენგან შორს, ვისთანაც გქონდათ ლაპარაკი. ბევრთან გათამაშდება, რომ ეს არის თქვენი მეუღლე, რომელიც იმყოფება ახლა სხვა ქვეყანაში, ან თქვენი მუდმივი პარტნიორი. ბევრთან აქ სამკუთხედიც გათამაშდება თქვენი მხრიდან. კარგით, ნახოთ ახლა ვინ და რა სჭორაობს თქვენზე, თუ იცანით, თუ თქვენი ისტორია გააგრძელეთ. აქ ვიღაც მამაკაცი, ვისთანაც თქვენი ყოფილი მეუღლე შეიძლება გათამაშდეს, ან ვინც გზაზეა სწორედაც ის. აქ უფრო ყოფილია, რომელიც ამბობს, რომ უსამართლოდ მოეკეცით. აქ არიან კიდევ მეგობრები, ან ყოფილი მეგობრები, ხალხი ვისთანაც ეხლა არ გაქვთ ურთიერთობა. რა იციან? თუ ურთიერთობა არ გაქვთ. ეს ჭორებიც არ არის, ეს უფრო რაღაც მათი ფიქრებია. ამბობენ რომ ხართ ცივი. აქ საუბარი არის თქვენ სამსახურზე, თქვენ საქმიანობაზე. შესაძლოა რაღაც არასწორი თანხები შემოგდით, ან იოლად შემოგდით თანხა. ლაპარაკობენ რომ თქვენ ხართ მოძრავი, აქტიური და მატყუ არა. ვის რა მოატყუეთ? ან თამაშობთ გრძნობებს, რომ ვითომ ხართ ესეთი რბილი თბილი და ამ დროს ხართ ძალიან ხისტი და დაუნდობელი. კიდევ ვინ რას ლაპარაკობს თქვენზე? ადამიანებითაც თქვენ ხართ წვილში, ან ვიყავით. ფარული ლაპარაკი აქვს ფარულ ადამიანებთან, აგრესიული ლაპარაკია. ზოგიერთთან გათამაშდება, რომ ამბობენ, რომ თქვენ შესაძლოა იყოთ დაკავებული მაგით, აკეთებდეთ ჯადოებს, ხართ ეგოისტი, რომელიც ფიქრობს მხოლოდ საკუთარ თავზე. კარგით. ნახოთ ახლა ცოტა უფრო კონკრეტულად, ვინ და რას ლაპარაკობს თქვენზე. თქვენ ზურგს უკან. მამაკაცი, ვისთანაც გქონდათ რომანტიკული ურთიერთობა ან გაქვთ. შესაძლოა ყოფილი მეუღლე კარტი დუბლირდება, ვიღაცასთან გათამაშოთ, თქვენი ოჯახის წევრები ლაპარაკობენ თქვენზე. ვისთანაც ეხლა ურთიერთობა გაქვთ გაწყვეტილი, ნათესავები. ვინც ადრე შემოდიოდა თქვენს სახლში, მაგრამ ეხლა აღარ შემოდის.
ბევრთან გათამაშდება ნათესაური კავშირი და რას ლაპარაკობენ. Რო თქვენ თანხაზე ხართ, ფულზე ხართ ჩაციკლული. თქვენი პირადი ურთიერთობით ანგრევთ აქ თქვენს ცხოვრებას, ვიღაცებს თქვენი პირადი არ მოწონს. კიდევ რო არასწორი პრინციპები გაქვთ და არ ჩერდებით მიღწეულზე. ეს აქ უფრო ჭორი კი არ გამოდის, რაღაც აღფრთოვანებულები არიან თქვენით უფრო. აი ამ თქვენზე ფიქრით ზოგიერთები ვარდებიან შეზღუდვებში. აქ შურის მომენტიც არის, რომ მე რატო ვერა, მე რატო არა, მე რატო არ შემიძლია მასავით ვიყო მსუბუქი. ამბობენ, რომ თქვენ როგორ კრიზისშიც არ უნდა იყოთ, მაინც არ კარგავთ საკუთარ თავს. რაღაც ჩიტი ფენიქსი ვითხართ. კიდევ. ნუ აქ მეტწილად საუბრობენ თქვენს პირად ცხოვრებაზე, რომ ხართ კარგი მანიპულატორი ურთიერთობებში, თქვენი მიზნების გამო. ხართ მატყუარი. ვილაპარაკობს ასე. ის ადამიანი, ვინც თქვენს მიმართ არის დამოკიდებულებებში, ვისაც თქვენ ნაკლი ხართ, ვისთანაც თქვენ შეზღუდეთ ურთიერთობა, აქ რაღაცა განაწყენებული, შესაძლოა პაკლონიკის პოზიცია იყოს. კიდევ ამბობენ იმას, რომ თქვენ არ უშვებთ თქვენ საზღვრებში იმ ადამიანებს, ვისთან ურთიერთობაც თქვენ არ გაწყობთ. ანუ აქ მომბატიეს რუსულად ვიტყვი, რაღაცა ვიგოდნიკურ თქვენ პოზიციებს საუბრობენ. რო ხართ შვიდი გაწონასწორებული, ხოთ შორის კარგსაც ძალიან ბევრს ამბობენ. რომ რაღაც ადვილად იღებთ ცხოვრება, გაძლევთ რაღაც შანსებს და ყველაფერი გამოგდით ადვილად. აქ ბევრთან იქნება, რომ თქვენ კოლექტივში, სადაც მოღვაწეობთ, სადაც მუშაობთ, იქ ლაპარაკობენ. როგორი ხართ სინამდვილეში? თქვენ როგორ ხედავთ თქვენ თავს? მოძრავი ხართ, თქვენ შანსს არ უშვებთ ხელიდან, მიდიხართ თქვენი შანსებისკენ. თქვენ თავს ხედავთ ძალიან გავლენიანად. და როგორ ხედავენ სხვები ორი არკანით? რო ხართ მარტო ხელა, მარტო სული. მაგრამ ბრძენი, თქვენ მარტობაში თქვენი სიბრძნეა. ხართ გაორებული. თითქოს ყველას უსყდებით ხელიდან. არ აქვს მნიშვნელობა ეს ვინ არის, მეგობრები, ნათესავები თუ პარტნიორები, თითქოს უყურებენ, რომ არ გინდათ ურთიერთობა. იმიტომ რომ თავი გონიათ იმპერატრიც, ანუ აქ გონიათ, რომ თავზე გაქვთ დიდი წარმოდგენა. მომწერეთ ვისთან როგორ რეზონირდა, საინტერესოა ჩემთვის ძალიან. მადლობა ყველას, ვინც მიყურებთ, ვინც იწევთ ჩემ არხს, ვინც მიკვეთათ პირად გაშლებს, ყველას წარმატებები.